ნაწლავის მიკრობიომი. ორგანიზმის მეორე ტვინი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. ნაწლავის მიკრობიომი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. მეცნიერულ წრეებში მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის გავლენა სცდება საჭმლის მომნელებელ სისტემას და მოიცავს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, იმუნიტეტსა და მეტაბოლიზმს. ნაწლავისა და ტვინის კავშირი. Gut-brain axis. ნაწლავსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს რთული ბიოქიმიური კავშირი, რომელიც ორ მხრივ ავტომაგისტრალს გავს. სეროტონინის სინთეზი. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის დაახლოებით 90-95% ნაწლავებში გამომიშავდება. ცდომილი ნერვი, ვაგუს ნერვი. ეს ნერვი მთავარი არხია, რომლის მეშვეობითაც მიკრობიომი ტვინს აწვდის ინფორმაციას. დისბაქტერიოზი ხშირად ხდება შფოთვის, დეპრესიისა და კონცენტრაციის დაქვეითების, ეგრეთ წოდებული ტვინის ნისლის მიზეზი. 2. იმუნური უჯრედების ფორმირება. ჩვენი იმუნური უჯრედების დაახლოებით 70-80% ნაწლავებშია განთავსებული. მიკრობიომი ასრულებს ერთგვარი წვრთნის ფუნქციას. ის ასწავლის იმუნურ სისტემას მავნე და სასარგებლო ბაქტერიების გარჩევას. ნაწლავის ბარიერის დაზიანება, გამჟონი ნაწლავის სინდრომი, იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც შესაძლოა აუტოიმუნური დაავადებების განვითარების წინაპირობა გახდეს. ბიოტიკების როლი ორგანიზმში. ნაწლავის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სამი კომპონენტის ბალანსი. პრობიოტიკები, ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიები, ხელმისაწვდომია ფერმენტირებულ პროდუქტებში, როგორიცაა კეფირი და მჟავე კომბოსტო, პრებიოტიკები, მცენარეული ბოჭკოები, რომლებიც წარმოადგენს საკვებს სასარგებლო ბაქტერიებისთვის, ნიორი, ხახვი, პარკოსნები, შვრია, პოსტბიოტიკები, მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილი სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც იცავენ ნაწლავის კედლებს და აძლიერებენ ორგანიზმის მდგრადობას. 4. მეტაბოლური ჯანმრთელობა და წონის მართვა. ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ მიკრობიომის შემადგენლობა პირდაპირ კავშირშია მეტაბოლიზმთან. გარკვეული ტიპის ბაქტერიები ხელს უწყობს ენერგიის ეფექტურ ხარჯვას. ბაქტერიული დისბალანსი ხშირად განაპირობებს ლტოლვას მარტივ ნახშირწყლებსა და შაქარზე, რაც ართულებს წონის კონტროლს. 5. თანამედროვე რისკ-ფაქტორები. მიკრობიომის ბუნებრივ ბალანსს მნიშვნელოვნად აზიანებს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, რაც ანადგურებს როგორც პათოგენურ, ისე სასარგებლო ფლორას. რაფინირებული საკვები, ულტრადამუშავებული პროდუქტები, შაქარი და ემულგატორები. გარემო პირობები, ქრონიკული სტრესი და ბუნებასთან კონტაქტის ნაკლებობა. პრაქტიკული რეკომენდაცია. მიკრობიომის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად რეკომენდირებია